ტყეში და ინადირეთ რაც დაშვებულია, რაზეც დაშვებულია ნადირობა. ამითი ხო, კიდე რა უნდა მეთქვა, რამის დამოწყო 12 კალიბრიანია თოფი. ზოგს ხანდახან მავიწყდება ხოლმე რა და 12 კალიბრიანი თოფია მშვენიერი ხელში ხო კიდე რა უნდა მეთქვა. ხელში არის მსუბუქი. ანუ აი ესეთი თოფისთვის ხელს რომ მოკიდეთ, არ არის აი ცოტა ჯანიანად რომ მოკიდე ელოდები რომ რაღაცა მძიმე უნდა იყოს, ეგეთი არ არის, ცალხეში მიჭირავს, ეხლა ამიცოლოც არ შეიძლება ცალი ხელით, მაგრამ ალბათ იმის ხარჯზე რომ ეს კაკალი აქვს რა, თავიდან მეგონა რომ წიფელი იყო და მე მეპატრონე მიკანახა რომ ის არისო რა ქვია. კაკალიაო თქვენს გაიგეთ ალბათ. ხო კიდე აი აქ შევიწროვებულია, აი აქ. აქ შესქელებული შუაში. მე ესე ვიწროვდება, ანუ ხელი სადაც რომ ჩამოდო აი ესე. კარგად ჯდება რა, ეხლა მე პატარა ხელი მაქვს, დიდი ხელი თუ გაქვს, თქო ნეკათითით ამე ჯდება და წინა ეს ორი თითი უკვე ჯდება იმ სქელზე რა, სადაც შესქელებულია რომ თოფი მაქსიმალურად კარგად დაიჭიროთ. მოსამარჯველოდაც ადვილია რა, ესეთი რაღაცა. ანუ მიდიხართ პირდაპირ მოიმარჯვეთ ისვით. მოკლედ, ხო და კიდე აი ნახე, აი აქ არის ესე დაჭრილი. აი ესე ამოჭრილი, უკანაც ესე რაღაცნაირად დაკეჭნილივით არის. აქ რაღაცები აწერია რომ გამოშვებულია და რაღაცები. დანარჩენი აი რა გითხრათ. ეს იყო ასელკონის განხილვა. თოფი მომეწონა, დიდი სიამოვნებით წავედით, ამით ვინადირებთ. მით უმეტეს თუ ბიუჯეტი რაღაც უშველები რა და ბენელებს და რაღაცებს არ აყიდულობთ. რა ვიცი. მეპატრონებმა თქოს სუპერ თოფიაო რა. ამით გამოგებშვით, კარგად ვანდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე.